გათენდა ჩვენი ბოლო დილა სოფიაში, ბულგარეთში და მივემართებით სადგურში, რათა გავემგზავროთ მაკედონიაში, კერძოდ მის დედაქალაქ სკოპიეში. აქ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა თავგადასავლები და ნერვიულობა გველოდა გზად. მოკლედ მოვედით სადგურზე, ცოტა გაგუჭერდა პოვნა რამ ესე მარტივად არ გვიპოვია. ჩავსხედით ავტობუსში, ადგილები არ გვქონდა მონიჭებული და სადაც გვინდოდა იქ დავსხედით. რა ვიცი, 4 საათიანი გზა გველის და მივდივართ ჩრდილოეთ მაკედონიაში. თუმცა კაი ადგილები ავარჩიეთ, ძალიან ვიწრო ადგილია. აი მაგალითად. ჩვენ შევარჩიეთ ადგილი. მიკროფონი გამართვე. ძალიან ვიწრო ადგილებია სკამებს შორის და ჩვენ ესეთი ადგილი შევარჩიეთ, რომ მაქსიმალურად დიდი სივრცე გქონოდა და მე მგონი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. იმიტომ რომ ხანგრძლივი მგზავრობა გველის და მაინც დამყლელი არა. წავედით. ავტობუსის გასვლის შემდეგ თითქმის მთელი გზა მეძინა და რომ გამოვიღვიძე უკვე რა კადრებსაც ხედავთ, საზღვარზე ვიყავით. თუ უყურეთ ჩვენს წინა ვიდეოებს, ნახავდით, რომ როდესაც საბერძნეთიდან ბულგარეთში მივდიოდით, საზღვარზე არ გავჩერებულ ვართ, ანუ არანაირი პასპორტ კონტროლი არ გაგვივლია ჩვენ. ამ შემთხვევაშიც მოლოდინი გქონდა, რომ პირდაპირ გავივლიდით, უბრალო გაჩერებები გვექნებოდა, მაგრამ სულ სხვანაირად აღმოჩნდა. ეს არის ბულგარეთის საზღვარი, იყო 2 გაჩერება, იყო ბულგარეთიდან გასვლის და მაკედონიაში შესვლის ტერმინალები. ბულგარეთის საზღვრის კვეთის დროს პატარა ინციდენტი შეგვემთხვა. ჩვენ მოგზაურობთ ბიძაჩემთან ერთად და ისიც ჩვენთან ერთად იყო ავტობუსში. საზღვარზე გადასვლის დროს ავტობუსში ამოვიდა პოლიცია, სანამ პასპორტ კონტროლს გავივლიდით და თავიდანვე არჩია ერთი ადამიანი, რომელსაც კადრში ხედავთ. ჩამოიარა მთელ ავტობუსში და მეორე ადამიანი, რომელიც არჩია, აღმოჩნდა რატომღაც სწორედ ბიძაჩემი და ეს 2 ადამიანი ჩაიყვანა დაბლა და დაიწყო მათი ბარგის შემოწმება. საფუძვლიანი ჩხრეკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არაფერი საშიში არ ჰქონდათ შანთებში და გავაგრძელეთ პროცედურა, რაც იყო შემდეგ უკვე პასპორტ კონტროლი. როდესაც ყველა დაბრუნდა თავის ადგილას, ავტობუსი დაიძრა და გვეგონა, რომ ვაგრძელებდით გზას, მაგრამ რამდენიმე ათეული მეტრის შემდეგ ავტობუსი ისევ გაჩერდა და მძღოლმა გითხრა, რომ ყველა უნდა ჩავსულიყავით და პასპორტ კონტროლის რიგში ჩავმდგარიყავით. თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ თავარი თავგადასავალი წინ გველოდა. რიგში, როდესაც ჩვენი დრო მოვიდა და მივედით ჯიხურთან, მესაზღვრეს ძალიან გაუკვირდა, რომ საქართველოდან ვიყავით და გითხრა, რომ წარგვედგინა ჩვენი ვიზები, რაც ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ რომელ ქვეყნებშიც მოგზაურობთ, არ გვჭირდებოდა არსად ვიზა. ბუნებრივია ამ ყველაფერზე ჩვენ გავნერვიულდით ძალიან, იმიტომ რომ ყველაფერი გვქონდა ძალიან ისე დაგეგმილი, რომ წუთებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, ბინები იყო დაჯავშნილი, ტრანსპორტი, ამიტომ ძალიან ვინერვიულეთ. როდესაც ვნახეთ, რომ ძალიან დარწმუნებით გვეუბნებოდა მესაზღვრე ვიზასთან დაკავშირებით, თემომ ნახა ინტერნეტში, რომ ჩვენც გვქონოდა ეს მტკიცებულება, რომ არ გვჭირდებოდა ვიზა. რამაც თვითონაც დაეჭვა და მერე გავიდა უკვე ჯიხურიდან, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია. მესაზღვრე რამდენიმე წუთით გავიდა, ეს წუთები ჩვენთვის საათებით გრძელდებოდა, იმიტომ რომ ძალიან ვინერვიულეთ. დაბრუნდა რამდენიმე წუთში და მოგვიბოდიშა, რომ ჩვენი ინფორმაცია ზუსტი იყო და ის ცდებოდა. ყველაფერი დასრულდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ძალიან ბედნიერები და დაღლილები ავედით ავტობუსში, დავსხედით ჩვენს ადგილებში, დაიძრა ავტობუსი, უკვე მოვიმზადე მე დასაძინებლად, იმიტომ რომ ჯერ დიდი გზა იყო კიდევ დარჩენილი, მაგრამ სამწუხაროდ ისევ რამდენიმე მეტრში ავტობუსმა გააჩერა და მძღოლმა გთხოვა, რომ ჩამოსულიყავით და ახლა უკვე მაკედონიის შესვლის ბეჭედი უნდა ჩაერტყათ ჩვენთვის პასპორტ კონტროლზე. ისევ ამდენი მგზავრები ჩავდექით რიგში და ველოდებოდით ჩვენს დროს. ჩვენს წინ რიგში აღმოჩნდა ის ბიჭი, რომელიც კადრში ნახეთ, რომ პოლიციელმა ჩაიყვანა. სამწუხაროდ მას ისევ შეექმნა პრობლემა და გადაიყვანეს სხვა ადგილას. რამაც ჩვენი ნერვიულობა ისევ დააბრუნა, ისევ ავნერვიულდით, იმიტომ რომ საეჭვო იყო შეიძლებოდა ჩვენც ისევ გაგპრობლემურებოდა რამე. ნერვიულობას იწვევდა დაღლილობაც, უძილობაც, დილის 5-ის ნახევარზე ვიყავით გაღვიძებულები, ამხელა გზა გქონდა გავლილი და ეს ყველაფერი უფრო ამძაფრებდა ნერვიულობას. ისიც იყო გასათვალისწინებელი, რომ ტერიტორიულად სადღაც მთებში ვიყავით ბულგარეთში და რო აღარ გავეშვით საზღვარზე, ვრჩებოდით ძალიან ცუდ ადგილას, მით უმეტეს თუ დავამატებთ იმასაც, რომ ინგლისური ენა ძალიან ცუდად ესმოდა ყველას და თითქმის არ საუბრობდნენ. თუმცა ჩვენი ნერვიულობა უსაფუძვლო აღმოჩნდა ამ შემთხვევაში და მშვიდობით გავიარეთ პასპორტ კონტროლი, დავუბრუნდით ავტობუსში და გავაგრძელეთ გზა.
მოკლედ ჩამოვედით მაკედონიაში. ბევრი თავგადასავალი გადაგხვდა, მერე მოგიყვებით. სახში ვიყავით, გვეძინა, იმიტომ რომ დავიღალეთ ეს თვისე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდხანს ვიყავით გზაში, 1-5 საათი ვიყავით, შეიძლება ცოტა მეტიც არ ვიცი. ჩამოვედით ცხელა საკმაოდ. არაფერი არ გაგვიკეთებია, სახლამდე 30 წუთი დაგჭირდა. რომ მოსულიყავით ფეხით მზის გულზე, ამ დაღლილზე ნამგზავრები და ცოტა რთული იყო ეს ყველაფერი. არ წუწუნებ ხა ისეთი რთული არაფერი იყო, მაგრამ მაინც დავიღალეთ რა. ჭამეთ რომ მოვედით, დავიძინეთ, გავღვიძეთ, ყავა დავლიეთ, ისევ მივირთვით და გამოვედით ეხლა რომ დავათვალიეროთ, სანამ დრო გვაქვს და დაბნელდება. ხვალ სრული დღე გვაქვს კიდევ მაკედონიის დედაქალაქში. მე სახსას დაგათვალიერებინებთ რომ მივიღოთ და მოგიყვებით კიდევ ამბებს საზღვარზე რა დაგვემართა და როგორ გაგვხეთქეს გული მესაზღვრეებმა. რაღაც ადგილები ძალიან ლამაზია, ხა ეს ადგილი ულამაზესია რა, ეტყობა კიდეს და რაღაც ადგილებში ხალხო რომ გაივლით, გეგონება ბომბი დაეცა იქაურობას და ჩერნობილში ხარ. და ცოტა ეს კონტრასტი რაღაცა ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ძალიან ისე არის რა, შესამჩნევია. ხო შეიძლება რომ ისე მოვლილი არ იყოს ქუჩა, მაგრამ არის რომ ძალიან არ არის მოვლილი ქუჩა. კი. ან ძალიან მოვლილი არის. და ძალიან თვალშისაცემია ეს ყველაფერი. მე ხა ძალიან ისეთი არის, მაგრამ ესენი მე მგონი ახალი შენობებია, უბრალოდ ისეთ სტილზე აქვთ რა აშენებული არა? შეიძლება მე უფრო ვფიქრობ, რომ ძველ შენობებს აქვს რესტავრაცია ჩატარებული. ხო. საცხოვრებლებსაც თითქოს თანამედროვე ახალი კორპუსები რაც აი ესეთ შეხედულება აქვს ზოგს, მაგრამ რაღაც დეტალებს რო დავაკვირდებით, თითქოს რესტავრირებულია უბრალოდ. და ახალი აშენებული არ არის. სულ ეს ყოველთვის თქმას მინდოდა. ესე იგი ახლა ვათვალიერებთ მაკედონიის დედაქალაქში სკოპიეს ცენტრალურ ნაწილს. და იქამდე ხო ვიყავით სოფიაში, ბულგარეთში და კომენტარის გაკეთება მინდოდა, რომ სოფიასაც და ახლა სკოპიესაც აშკარად ეთყობა არქიტექტურაში, მოწყობაში, ინფრასტრუქტურაში კვალი იმისა, რომ აქ ოსმალები იყვნენ რა, თურქები იყვნენ. და ეს მაინც მეჩეთებს არ ეხება რა, ანუ მეჩეთები ხო ისედაც გასაგებია კი ბატონო, მაგრამ აი ამის გარდა ბაზრები, რაღაცა ისეთი განწყობა იქნება. სტამბულის ფოტოებს რო ვათვალიერებთ ხოლმე და ვიდეოებს, აი სტამბულში რა სიტუაციაცაა, რაღაცა ეგეთი ელემენტები აშკარად არის აქაც. რაც მაგალითად საბერძნეთში ნაკლებად არის და იქ დასავლეთში ხო საერთოდ არ არის. და მე აშკარად გავლენა უნდა იყოს იმისა, რომ აქ გუშინ წინ ოსმალები იყვნენ და ბატონობდნენ რა.
ისე ცუდი არ არის, ახლა ძველ ქალაქში გადმოვედით, აქაც არის ლამაზი რაღაცები. ესეთ ვარიანტულად, კარგია რა. ცენტრი კაია და პერიფერიული ნაწილი ქალაქის ცოტა ისე ხო, ძალიან. სავარაუდოდ ღარიბი ქვეყანაა, სადაც აღმოსავლეთ ევროპა ზოგადად სიმდიდრით მაინც არ გამოირჩევა, მაგრამ ხო, ცენტრი კარგია რა, პერიფერიაზე მაგას ვერ ვეთქვით, მაგრამ ცენტრის სანახავად როგორც მინიმუმ ღირსად ჩამოგვიდა რა. ახლა მოვედით სკოპიეს ისტორიულ ნაწილში, სადაც არის წარმოდგენილი ძველი ბაზარი. და ამ ძველ ბაზარში იყიდება ნოხები და ხალიჩები, რაც თავისთავად ცხადი არის აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელი, იმიტომ რომ ნოხების კულტურა უფრო მეტად წამყვანი და ესეთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი არის აღმოსავლეთში, მათ შორის თურქეთშიც. აქაც იგრძნობა ეს ოსმალური გავლენები რა. ამას რო არ იცოდა ისტორია, ამოცნობადია პირდაპირ რომ აქ ერთ დროს უნდა ყოფილიყო წესი და რიგი თურქეთი და ოსმალეთი. ესე იგი ორი სიტყვით უნდა ითქვას ფულთან და ვალუტასთან დაკავშირებითაც აქ მიუხედავად იმისა რომ ევროპის კონტინენტზე ვართ აქ არ არის ევრო არის ადგილობრივი ლოკალური ვალუტა რომელსაც ქვია მაკედონიური დინარი და საკმაოდ გაუფასურებულია ეს მაკედონიური დინარი საორიენტაციო დაახლოებით 1 ევრო უდრის 60 მაკედონიურ დინარს და ამიტომ რაღაცას რო ვყიდულობ შეიძლება წავაწყდეთ რომ მაგალითად 1500 დინარი ღირს ან ასე შემდეგ სანგარიშოთ მაინც კომფორტული არ არის, თუმცა მოცემულობა ეგეთი არა. ესეთი ლამაზი და კარგი ქუჩა არის ტურისტული. სასიამოვნოა რა, აქ რომ მოძრაობ, კაია. ძალიან ბევრი შეგხვდა იმ მოწყალებას რო ითხოვენ და ადგილობრივები ბევრი არიან მასაც და მე მგონი საკმაოდ ესეთი ქვეყანაა რა. ბევრი ღარიბი ადამიანი აქაც საქართველოსავთ. სავარაუდოდ ასევე მიუსაფარ ცხოველებზეც უნდა ითქვას, რომ ზოგადად ეგ მე მგონი ერთ-ერთი ის არის რა ინდიკატორია, რომ რაც უფრო მეტი მიუსაფარი ცხოველია ქვეყანაში, მით უფრო გაუბედურებული ქვეყანაა რა. ხო, კატებიც არიან და ძაღლებიც არიან და ესე ავიდეთ წამ. ხო და მოკლედ ეგეც მეტყოლებს რა, ახლა საბერძნეთში ნაკლებად არიან, ბულგარეთში უფრო მეტად იყვნენ, აქ კიდევ უფრო მეტად არიან და ალბათ მეტყოლებს ეკონომიკაზეც და შეიძლება ცნობიერებაზეც გარკვეული თვალსაზრისით. მაგრამ მაგ გადმოსახედიდან ახლა საქართველო вообще ხო რა, პრინციპში კი არის, მაგრამ ოკე საბურთალოზე რო გაველი, მაინც არ ეთქვა. ამ შენერი ლამაზი ქუჩაა ახლა.
მოკლედ ვცერინობთ და არქეოლოგიურ მუზეუმთან მოვხვდით. აი ეს არის ჩემს უკან, რომელიც ხვალ უნდა მოვინახულოთ. ძალიან ლამაზი ხიდებია, ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის. ანუ ჩვენ რო ვართ ისეთი ფოტოები კი არა ზოგადად რო გადავუყო რა, ახეთ ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის, მაგრამ სიბინძურია საკმაოდ. რატომ აქვთ ეს სიბინძურა ვერ ხვდები, იმიტომ რომ ძალიან სილამაზეა და ცოტა მოვლილი არის აქაურობა. თორე ისე ძალიან ლამაზად გამოდის. ძალიან ლამაზია რა გარემო სასერნოდ, მაგრამ ბევრი ხალხიც არის ცენტრალურ ადგილებში. აი ძალიან ლამაზია. აი ეს ადგილი ძალიან მოგვეწონა. სულ ქანდაკებებია, სულ რაღაც ფიგურები, ორნამენტები, დეკორატიული გაფორმებები და ძალიან ისეთ გარემოს ქმნის სასიამოვნოს სასერნოდ. სქემები დგას კიდე რამდენიმე დავინახეთ. ორი დავინახე მე პირადად. აი ერთი აქ არის, ერთი იქით არის. აი იქით და იქითაც არის ხო, წაღან დავინახეთ რომ იქითაც არის და ანუ იქითაც არის, ვაი მიკროფონში რომ ლაპარაკობ და არ ვიცი ის მოდა თუ არა, რამდენიმე ანუ თითით სადაც გაჩვენეთ მაგ ადგილებშიც დავინახეთ ესეთი გემები და მე ვფიქრობ რომ ან რესტორანია, ან რაღაც მსგავსი ხო ტერასასავით არის და ალბათ ტურისტულია უფრო. ესე იგი, ხვალ ვაპირებთ რომ მოვინახულოთ არქეოლოგიური მუზეუმი. ინტერნეტში რაც მოვიძიეთ, კარგი მუზეუმი უნდა იყოს, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, რაც ცოტა გასაკვირი არის. მაგრამ ნუ ეგეთი სტატუსი აქვს, რომ კარგი წარმოსადეგი, პრესტიჟული უნივერსიტეტი კი არა და მუზეუმია, ხო? და ეხლა მოვედით რომ ნახეთ ტერიტორიულად სად მდებარეობს, რომ ხოლმე უფრო მარტივად მოვეგნოთ და მოვაკვლიოთ. დღეს რომ დავისვენეთ და გავეღვიძეთ, ცოტა ხანი გვეძინა შუა დღეზე უკვე მაგის დრო აღარ იყო რომ მოგვესწრო და თან მომზადებულებიც არ ვიყავით მაინც და მაინც წინასწარ ინფოებს ჩავხედავთ ხოლმე და ხვალ მოვალთ და გადავიღებთ არქეოლოგიურ მუზეუმს. გარედან ძალიან გრანდიოზულად გამოიყურება ნამდვილად და შიგნიდანაც ვნახავთ რა არის და როგორ არის. მოგესალმებით ღამის კოპიედან. აქეთ გვაქვს კაფე-ბარები, რესტორნები, აქეთ გვაქვს მდინარე ვარდარი და კლასიცისტური ლამაზი მშვენიერი არქიტექტურა, რომელიც თვალის მომჭრელად გამოიყურება ნამდვილად. ეს დიდებული და გრანდიოზული შენობა არქეოლოგიური მუზეუმის არ მინახავს მე მგონი არც ერთხელ. ზოგადად მინახავს ესეთ შენობები რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ძალიან არქეოლოგიური მუზეუმისთვის დათმობილი ესეთ შენობა, რავი, არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. გვინახავს? მაგით ძალიან ისე დიდ პლუსი დაიწერა რა ჩემთვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქალაქი საკმაოდ დაბინძურებულია. ბულგარეთთან შედარებით საკმაოდ დაბინძურებულია და ეგ სამაგერო დიდი მინუსია. გავგზავნებთ კვლევას და დაგიბრუნდებით სულ მალე. დავბრუნდით ისე ცენტრალურ მოედანზე, მაკედონიის მოედანი ქვია ამას, ამ მოედანს. ანუ რა შეიძლება ითქვას, რა ცენტრი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, ლამაზია, ნახვად ღირს ყოველ შემთხვევაში ისეთი არ არის, რომ თქვა, რომ აქ რა ჯანდაბამ ჩამომიყვანაო რა, მიუხედავად იმისა, რომ პერიფერიიდან ეგ შთაბეჭდილება გრჩება, მაგრამ ნორმალურია რა, ცუდი ნახდად არ არის. არქიტექტურაც კაია. აქ ჩემს უკან სანახაობაა და შეგიძლიათ დატკბეთ ამ სანახაობით. ახლა გავუდგებით სახლისკენ გზას, მარკეტი გვინდა რომ რამე პროდუქტი ვიყიდოთ. ცუდი ნახდად არ არის რა. მოკლედ გვინდოდა მარკეტის მოძებნა, იმიტომ რომ სახლში არაფერი არ გვაქვს პროდუქტი.
ხო და ეს ინტერნეტიც არ იჭერს, როუმინგები არაფერი არ იჭერს. ესე დავდივართ, ანუ საკმაოდ ბევრი ვიარეთ და ერთი მაღაზია არ შევხვდა. ესეთი უცნაურობა პირველად ნახე და ეხლა დაიჭირა ინტერნეტმა და მივდივართ მარკეტში, რომ რაღაცა მცირედი მაინც ვიყიდოთ. საკმაოდ უცნაურია. რომ ესე მაღაზია არ იყოს, რაღაც პატარა მარკეტი მაინც, სადაც რა ვიცი, სასმელს იყიდი ან რაღაცა პურს იყიდი. ცოტა ეს პრობლემა გახდა. მაგრამ იმედია ახლა სადაც მე ვარ ნორმალური აღმოჩნდება და რაღაცა მინიმალურს მაინც ვიყიდით, რომ გქონდეს. გონი აი ეს უნდა იყოს. ახლა ვაჭრობთ და აი კოკაკოლის ფასი ამ ზომის გამოდის 1 ევრო. რა ვიცი, მე მგონი სწორად ვიგებთ ამ ფასებს და ძალიან იაფი გამოდის. ლიტრი და 25. ლიტრი და 25-იანი გამოდის 1 ევრო. 2 ლიტრიანი. 2 ლიტრიანია ეს ევრო 9. საკმაოდ იაფები არის. 5 ლარი გახდა. ჩვენთან კოკაკოლას პარში რო შეხვალ 5 ლარი ღირს. ეს არის ჩრდილოეთ მაკედონია, გაპარტახებული, გაუბედურებული ქვეყანა. მოკლედ ვიპოვეთ მაღაზია. აღმოჩნდა რომ ჩვენ სახლთან ძალიან ახლოს ყოფილა, მაგრამ უინტერნეტობის გამო რატომღაც ვერ ვიპოვეთ, იმიტომ რომ ესე შესამჩნევად არ არის. ცოტა გაოცებულები ვართ, იმდენად ძაბალი ფასებია. ეხლა მივალ სახლში და დაგათვალელებინებთ რა მოგვივიდა, რამდენ ევროში გადავიყვანეთ და რამდენ ევროში. დავბრუნდით სახლში და ახლა გაჩვენებთ რეები ვიყიდეთ და ბოლოს გეტყვით ფასს. ესე იგი 1 ბოთლი წყალი ვიყიდეთ. პოპკორნი, ესეთი 2 ცალი. ჩიფსები. კიდევ ჩიფსები. იოგურტი 1 ესეთი დიდი. იოგურტი 2 ესეთი დიდი. ეს აქტივიას იოგურტი თავისი ხუხუნებით. ბერძნული იოგურტი, ესეთი უდიდესი, ჩვენთან რო არაშნებია. ეს თხილი, მე მგონი. ხო. არა. ჩიკპიზ არის ეს. ეს თხილი არ არის, ხო იცი? აბა. თუ ფული ბარ და მე რომ მიყვარს. ხო, მე რომ მოხალე და ხო. ეს 1. ზესუმზირა 1. ხლებცი 1. ხლებცი 2 ეს ტკბილი. კოკაკოლა. ეს კრეკერები ვითა რაღაც მოჯანსაღო სხვადასხვა გემოთი. 1 ესეთი დიდი ნატურალური წვენი და სავაჭრო ჩანთა დიდი, ესეც ფასიანი იყო, რა თქმა უნდა და სულ დაჯდა ეს ყველაფერი 15 ევრო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. აი ეს დინარები, 900 დინარის იყო. 900 მაკედონური დინარის იყო და ევროში გამოვიდა 15 ევრო სატყოს სახლობით. ჩვენ ძალიან გვაყოფილები ვართ, მე მგონი ძალიან კარგი ფასები არის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი რაღაცა ვიყიდეთ. ეხლა რამე შევჭამთ, მერე ვიბანავებთ და დავიძინებთ სავარაუდოდ, ან ყოველ შემთხვევაში გავუგორდებით, იმიტომ რომ საკმაოდ დავიხალეთ, საკმაოდ ბევრი ვიარეთ და ფეხები საკმაოდ კივა ყველას. ეს იყო რა, საკმაოდ კარგი დღე გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვედით გვეძინა და დავისვენეთ, მაინც ას თუ ისე მოვახერხეთ და რაღაცნაირად ნავიგაციას ვახერხებთ. უკვე სად ვართ, რა უნდა ვნახოთ, საით არის, გიზი საით უნდა ავიღოთ. კარგი დღე გამოვიდა, კმაყოფილები ვართ. ხვალინდელ ვიდეოს, ახალი ვიდეოს სახით დავიწყებ უკვე. კარგად.